საუზმემშვიდობისა, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლიური და საყვარელი სამზარეულოდან, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტის ბოლოს, რესტორანი ძველი ვაკე, ძველ თავისი სახელი დაუბრუნდა, უკვე ხსნილია, თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ, ხინკალი, ქაბაბი, საოცარი ლუდი, რომელიც ადგილზე მზადდება, ლუდი ჩვენებური, გელოდებათ და ეზო, სადაც ბავშვებს გაუშვებ და მზის ქვეშ ითამაშებენ. მე კი ისევ დაუბრუნდები ჩემს საყვარელ თემას, ეს არის გასტრონომიული ტურიზმი და მე მინდა რომ საქართველოში გაჩაღდეს გემრიელი რევოლუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოდან ტურისტები მაინდა-მაინც საქართველოში, მაინდა-მაინც ჩახრაკული ქათმის გულულად, ასე ქვია ამ კერძს, ამის საჭმელად ჩამოვიდნენ. ბებიაჩემის არქივში მიპოვე წიგნი. თარიღდება 1903 წელი. ეს არის ქართული და ევროპული კერძები. უავტორო წიგნია, ვიღაც ამხანაგობის გამოცემული, რამდენჯერმე დაუპატიჟე ეს წიგნი მე ჩვენთან სამზარეულოში, მაშინ ასე აიღეთ ქოთანი ჩემოკახა და როგორც რეცეპტში წერია, ქათამი გაბტყვენით, 100 დასჭერით და ქოთანში ჩაბუღეთ. მე ეხლა ეს ექსპერიმენტი თქვენ წინ უნდა გავიმეორო. აი, სახლიდან წამოვიღე საყვარელი ჩემი დის საყვარელი ქოთანი, ლილა ყოველთვის ლობიოს ქოთანში ხარშავს და ქოთანი ჩვენ სახში ქვაბის მაგივრობას ასრულებს. სხვა გემოა, კახა დამერწმუნე, ხო ასეა. ამ რეცეპტში თავს იყრის რამდენიმე სუნელი. სწორედ ის სუნელები, რომელსაც მე გემოვნების კვადრატს ვუწოდებ. აი ეს კვადრატი აქ მიჭირავს. ეს არის გემოვნების კვადრატი მსოფლიო მაღიარა და გემოვნების კვადრატში შედის. კვადრატი მე დავარქვი ოღონდ. ეს დაიმახსოვრე. ეს არის დაფქული დარიჩინი, დაფქული მიხაკი, დაფქული ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, რუსულად იმბირი და დაფქული შავი პილპილი. აი ეს 4 გემრიელი სუნელი ქათამს ჩახრაკულს გურულად გამიგემრიელებს. როდესაც ქათამს დაადგავთ, ალყა დაჭრილი, აი ასე, ალყა დაჭრილი ხახვი და ქოთანშივე ჩაუძახით. საოცარი ტერმინები წერია ამ წიგნში. მაგალითად წერია, ხო, ქათამი გაბტყვენით. წერია 100 დაჭრით და ყველაზე მთავარი რაც წერია, რომ წყალი არ უნდა მიაკაროთ ქოთანში, რადგანაც ქათამი თვითონ გამოუშვებს წყალს და კარგად დაახურეთო, რომ სული არ ამოქრესო. სულიერი ადამიანებით იხსენიებენ ამ კერძს. ძალიან საინტერესო რეცეპტებია. მე ცალკე გაგიმზადებ იმ ძველი წიგნიდან აუცილებლად მოგიმზადებ ლექსიკონს, რა თქმა უნდა, სპეციალურად მეცხრე არხივსთვის ჩემოკახა, რა თქმა უნდა, ჩემი ჯონისთვის და კახასთვის, მეცხრე არხის მაყურებლისთვის და მხოლოდ ესმასთან ისტორია და რეცეპტები. აი შეხედეთ, ეხლა მე მქონდა ქათმის ფილი, არ მოგატყუებ. ანუ უმი ქათამი არ ჩამიბრძანები, ამიტომაც გავბედე, გავრისკე, რომ ეს კერძი მომემზადებინა საუზმეზეთ, წინა დღეს მოხარშული ფილე დავკუწე, 100 ავკუწე, როგორც წერია ამ წიგნში, ჩავაბრძანე, ცოტა კარაქი დავომატე, შემეშინდა მაინც არ დამწვარიყო, ხახვი ალყა და დანარჩენ ინგრედიენტებს გავუშვა. მე ახლა ხელში 4 წამალი მიჭირავს. დავიწყოთ მიხაკით. მიხაკს ჯერ კიდევ როდის, კახა, უმატებდნენ წინგველის მიშელ ნოსტრადამუსის ყველაზე ცნობილი ნათელმხილველის რეცეპტები, როდესაც ნოსტრადამუსი ექიმი იყო მოგეხსენებათ და ნოსტრადამუსი თავის მსხლის მორაბაში არჭობდა მიხაკის პატარა ყვავილებს. არაბებმა ევროპაში მიხაკის და დარიჩინით შუა საუკუნეებში შემოსიდეს და ვენეციელი ვაჭრები, ჯერ კიდევ ვენეციელი ვაჭრები ამით ვაჭრობდნენ და იყო ერთი ამბავი, აღებ მიცებობა და ოქროს ფასი ჰქონდა. ჩავამატე მიხაკი არის ანტიოქსიდანტი, კახა, როგორც გითხარით, კონსერვებში, მარინადებში, მურაბებში უმატებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქვს საოცარი ნაზი ჯენტმენი, ძალიან ღირსეული გემო, არამედ იმიტომაც, რომ ის ინახავს კერძებს. ვამატებ მეორე წამალს. იგივე წამალია დარიჩინი რა არის? დარიჩინის ქერქი, ხის ქერქი, დაფქული, რომელსაც ჯერ ზღვის წყალში ალბობენ და შემდეგ ქვავენ ან ამზადებენ ეთერზეთებს. ცოტა დარიჩინი, რაღაც საცივის ინგრედიენტები შევიდა, ეხლა როგორც ხედავთ. ერთ პატარა რეცეპტს მოვასწრებ, თუ კი ეხლა გრიპოზული მდგომარეობა გაქვთ, სახსრებში გტეხავთ, აიღეთ ერთი ჭიქა ღვინო, უძველესი რეცეპტია, უძველესი ჩემოკახა და შუა საუკუნეებიდან მოდის ეს რეცეპტი. ანუ აიღეთ ერთი ჭიქა ღვინო, ერთი ჭიქა წყალი, წამოადუხეთ, დაუმატეთ ერთი კოზი დაფქული დარიჩინი,
შაქარი და როგორც ჩაი მიირთვით, ცხელი ღვინო, რაღაცა გლინტვენის მომენტი შეიძლება დაიჭიროთ ამაში, მაგრამ რადგანაც სისხლის მიმოქცევა, კახა რა გითხრა, სუნთქვა, ამოხველება, დარჩინი ეს არის ნამდვილი აფთიაქი თქვენს სახლში და კერძში დარჩინი მერწმუნეთ არა მხოლოდ გემოა, არამედ არის საოცარი არომატი. დარჩინი ჩავუშვი, მაშასე ხახვი ჩავუშვი. ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ ქვია იმბირს ქართულად? იმბირი ეს რუსული სიტყვაა, რუსულად ქვია ჯინჯერი. ევროპულ ენებში მოიხსენიება და ამერიკაში, ანუ ლათინური სიტყვაა და ქართულად ქვია კოჭა და ჯანჯაფილი. ძალიან მძაფრი გემოა. არ შეუთამამდეთ. ლიმონი და წიწაკა ერთმანეთში რო აურევთ, დაახლოებით იგივე გემო აქვს. და რაც თავარი არის წამალი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ჯანჯაფილი კიბოს უჯრედებს ებრძვის და ვინც ყოველ დღე თუნდაც მცირე დოზით იყენებს ჯანჯაფილს, კიბოს, ანუ საშიშ უჯრედებს სპობს. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა ჩემო კახა. 50 ადამიანს ყოველ დღე 2 მილიგრამ ჯანჯაფილს უხსნიდნენ ხან ჩაიში, ხან საჭმელში და ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ კუჭის პრობლემები საერთოდ გაუქრა. ნუ მიიღებთ ჯანჯაფილს, თუ კი 12 გოჯა ან კუჭის წყლული გამწვავებული გაქვთ, დანარჩენ შემთხვევაში სადილია თუ საჭმელი თუ ჩაი შეგიძლიათ ცოტა ფხვნილის სახით დაამატოთ. აი, კახა რა ხდება ამ ქოთაში მე თვითონ არ ვიცი. ვამატებ მარილს და ვამატებ შავ პილპილს, გემოვნების კვადრატის პიკი. მე ხა დავუჯერებ ჩემს წინაპრებს, დავამატებ სულ ცოტა ძმარს. დავახურა ქვაბს და ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. უნდა დახურულში მოხარშოთ, რომ სული არ ამოქრეს. მეორე ბლოკში ვიმეგობროთ.